ლაგოდეხილის სალომეს და მისი ოჯახის გარეშე მის ქალაქში მუსიკალური ცხოვრება ძნელი წარმოსადგენია. იმედია ანსამბლ ჰერელი გოგონების ხელმძღვანელი შეძლებს რომელიმე მწვრთნელის მოტრიალებას. მე გახლავართ სალომე ყორღანაშვილი, 25 წლის ლაგოდეხიდან. ამჟამად მუშაობ ლაგოდეხის კულტურის ცენტრში. ვარ ვოკალის პედაგოგი, ასევე პარალელურად ჰერელი გოგონების ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლი ჰერელი გოგონების თანახმწრომელიც ვარ, წევრიც ვარ ასევე. ჩემი ყველაზე საყვარელი მოსაგონარი პერიოდი ეს არის 2009 წლის დეკემბერი, როდესაც ვიყავი MTV ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე, ჰერელი გოგონები ვიყავით. ეს იყო ფესტივალი და კონკურსი, სადაც ლაურეატის წოდებაც მოვიპოვეთ და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სცენა, ყველაზე დიდი გამოცდილება და რა ვიცი, ყველაზე დიდი ემოციები, რაც კი ცხოვრებაში მქონია. ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტები არის დასარტყამი ინსტრუმენტები ნებისმიერი. ვფიქრობ, რომ ამით უფრო მეტად განვიცდი მუსიკის სულს. ბას-გიტარაც რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მიყვარს დასარტყამი ინსტრუმენტები. ლაგოდეხში კულტურის სფეროს ძირითადად განაგებს მამა ჩემი, ანუ რაც შეეხება ესტრადას, დაახლოებით ესე 30 წელიწადია ის არის ხელმძღვანელი. შესაბამისად გავიზარდე და მის საქმეს ვეწევი ამჟამად. ასევე სხვადასხვა გუნდები არსებობს, რომელთაც მე პირადად მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელიც ვარ, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის მგალობელთა გუნდის. ახალი ხმის შესახებ რომ გავიგე, ანუ პირველი სეზონი იყო ჩემთვის ძალიან კარგი, მით უმეტეს ქართულ რეალობაში მსგავსი პროექტი ჩემთვის პირველია, ჯერჯერობით რაც კი მინახავს. ასე რომ ჩავთვალე საჭიროდ რომ უნდა მოსულიყავი და ჩემი ასე ვთქვათ მონაცემების რეალიზება მომიხდინა, რადგან ვფიქრობ უფლის წყალობით რაც გამაჩნია ეს არ უნდა დამეკარგოს მხოლოდ ჩემთვის. ძალიან დიდი სურვილი მაქვს სოლო კარიერაც შევიქმნო. მოვახერხებ ძალიან გამიხარდება. I will survive as long as I know how to love, yeah. I know. Ստეფანეს რეაქციას ვაგვირდებით, სტეფანესთან და სალომეს, ხო? I will survive. At first I was afraid, I was petrified, kept thinking I could never live without you, boy, by my side. But when I spent so many nights thinking how you did me wrong, and I was strong, yeah, and I learned how to get along. And you see me, somebody new. I'm not a change, a little better person. So you felt like dropping in. You expect me to be free, but I'm saving for my love for someone. So love me, go or not go. Walk out the door, just turn around now, boy, 'cause you're not welcome in my life anymore. Weren't you? Goodbye. Did you think I crumble? Did you think I laid Stop it, Daiji. I will survive. აუცილებლად. რაღაცა. აბა რა, ვერ გადავიტანდი ნამდვილად. აბა რა. ნამდვილად ამ გოგოს ხელიდან აბა რა. გაშოვა შეიძლება. აბა რა, გილოცავ. ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. რა ქვია? სალომე სალომე, მიხარია. გვარით გითხრათ. გვარი? ყორღანაშვილი. ყორღანაშვილი, ძალიან სასიამოვნოა. გილოცავთ. ჩემთვისაც. აბა სალომე რას გვეტყვი ახლა საით მიგიწევს გული? ძალიან დიდ პატივს გცემ ქალბატონო ლელა თქვენ. ძალიან დიდ პატივს თქვენ შემოქმედებას, მაგრამ ჩემი ხაზი ვფიქრობ სტეფანია. მადლობა. გაიგოგოა? რა კარგია. Გილოცავ მაგარი. მოდი, ჩემთან გამოვშტიხარ, რა არის, ვერ გავიგე, მოდი.
ცუდად კი არა, ძალიან კარგად იმღარე, მაგრამ შენ თვითონ რომ თვლი რომ მეტის პოტენციალით და გოგოებმაც აღმოჩნდეს, ეს რა არისო? ვიდეო იმდენი შეულიაო რა. მე მიხარია. დიდი რაღაც მიკანკალებდა ძალიან. სტეფანისთან გინდოდა ხო? იორდან და სტეფანისთან რომ მომიტრიალ და დავიმოწმე. და შენ დაინახე რომ ლელაც მობრუნდა, ჩვენ ვერ დავიწყე. ლელაც მოტრიალდა. სტეფანი ვერ დავიტრიალდა. სტეფანისთან გინდა, სტეფანისთან მოხდი, მოტრიალდა და წარმატებას გისურვებ. რინგებზე გიხილავ. აი შენ. რაც შეეხება სალომეს, თითქოს ახლოს იყო ჩემთან მუსიკალურად და გარდა ამისა, რაღაც ისეთი მშვიდი აურა, ენერგეტიკა მოდიოდა და არ ვიცი, უბრალოდ დავაჭირე, იმიტომ რომ იყო ძალიან მუსიკალური.